მუსიკა. ეს არის სულისფერები, ლამაზი თვალებით. სამყაროს შეცნობის უნივერსალური ჰარმონია. საოცარია. აუჟღერებელ კლავიშებთან მიდიხარ და ელოდები ჯერ არ არსებულ ბგერების სტუმრობას ცარიელ ფურცელზე. მოდის სიჩუმე. შემდეგ კი ნაკადულივით მოედინება ნოტებზე უწყვეტი მელოდია. ეს ახალი სიცოცხლის დაბადებას გავს, რომელსაც უკვე გააზრებული აქვს რატომ მოევლინა ქვეყანას. და ასე იწერება მელოდია. ბავშვის თვალებით უნდა უმზერდე ყველაფერს, მუსიკა და ბავშვი. ეს თითქოს და ორი სხვადასხვა არსება, მაგრამ ერთი არსი. მუსიკა შეუძლია გაქციოს ბავშვად. რომ მოусმინო ბავშვის ხმას, მიხვდები რომ ის არის ჯერ დაუწერელი ყველაზე დიდი მელოდია. მუსიკა მასში თუ ბავშვი მუსიკაში. ჩემს ყველა დარდსა და სიხარულს ბგერებს ვანდობ. მათი საუბრობ ჩემზე, რისი თქმაც მე არ შემიძლია. ყოველ ბგერაში ჩადებულია მზის სხივი, წვიმიანი დღე თუ ფიფქების ციანი. ემოცია ჩემში მელოდიად აჟღერდა და ჩემი ყველა საიდუმლო ერთი ფრაზით ამოხსნა. მუსიკა გვამეგობრებს და ის ყველაზე აუცილებელ მიზანთან მიგვიყვანს. უმზირო სამყაროს სიკეთის თვალით. გაგიღებს სურნელით კარს, ავსებს ატმებს ბავშვურისევ და სადარ მატარებს ნასლავ თარს მოვახვევ ყვავილთა საღელოს და გაზაფხულდება დოროლამ დილით ნეტავირას მე ჩურჩულება გამოხევზეს ამენძელებს და სიზმრად ნანახფერებს ამ გაზაფხულს მე ვანდობ ჩემს ბგერებს ნატრა ამიხდეს სამენძელებს და სიზმრად ნანახფერებს ამ გაზაფხულს მე ვანდობ ჩემს ბგერებს ნატრა ამიხდეს
დღევანდელ დღეს მოგილოცავთ ყველას. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. უბედნიერესი კაცი ვარ. დღეს ამ საღამოს რომ ვხსნი ადამიანის ქალბატონის, რომელიც მართლა ზეიმია თავისი არსებობით, სიკეთით და სიყვარულით. რომელიც ჩუქნის ძალიან ბევრ სიხარულს ცხოვრებაში. მან მე დაახლოებით 15 წლის წინ მაჩუკა ყველაზე დიდი სიხარულით ჩემი პირველი საავტორო ჩაატარა საოცრად სასწაულად პირველი ქუთაისში და უბრუნებს სიყვარულით და სიკეთით დღეს მას და მოფერებით სიკეთეს. ჩვენი ნანა იამანიძე დღეს შესრულდება ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი მელოდია, სიმღერა, ამოთქმული ლექსი, რომელიც ყველას გულს გაივლის და დარჩება სამარაჯამოდ ჩვენ გონებაში და სულ გვეღიღინება, გულს გვიხალისებს შემოკარგებო. მე მინდა სცენასთან მოვიწვიო ულამაზესი ქალბატონი, ქართველი ქალბატონი მაია დათუნაშვილი და ერთი-ორი სიტყვა ვთხოვო მას ქალბატონ ნანასთან დაკავშირებით თუ შეიძლება. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიხარულით და მარაჩვეულებრივი განცდით, რომელიც დღეს აქ ყველას გვაქვს ალბათ, იმიტომ რომ მართლა არაჩვეულებრივი ქალბატონის შემოქმედებით საღამოზე ვართ ყველანი და ყველას ალბათ ძალიან გვინდა რომ ეს საღამო მას დღესასწაულად ვუქციოთ. ეს გვინდა იმიტომ რომ თავად ქალბატონი ნანა არის ის პიროვნება და მე ვიცი ქუთაისისთვის ის როგორი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ფიქრობს დღესასწაულზე და ქმნის დღესასწაულებს. პატარ-პატარა ზოგჯერ დიდს, ზოგჯერ ძალიან საინტერესოს, ზოგჯერ ძალიან კამერულს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს კეთდება ხოლმე მისგან ძალიან დიდი სიყვარულით. მე ნანა გავიცანი სულ 2 წელია, წარმოიდგინეთ რატომღაც ასე მოხდა. მანამდე მე მას არ ვიცნობდი და მინდა გითხრათ რომ ჩვენ ამ 2 წელიწადში ძალიან დავმეგობრდით. ვიცი თითქმის ყველა სიმღერა რომელსაც ღიროდნენ აქამდე, ვიცი ის სიახლეები რომელიც არის მის შემოქმედებაში. ძალიან მიხარია რომ მალე ეს საზოგადოება და ჩვენ მივიღებთ ალბომს რომელშიც შესული იქნება ნანას საუკეთესო სიმღერები, მაგრამ ყველაზე მეტად გაოცებული ვარ ერთი რამით, როგორ შეუძლია ერთ პატარა ქალბატონს იყოს ასეთი დიდი გულით სავსე, დადიოდეს ასეთი დიდი სიყვარულით თავისი ქვეყნის მიმართ, თავისი ქალაქის მიმართ, მეგობრების მიმართ და რაც მთავარია ქართული სიმღერის მიმართ. აი ესეთი სიყვარულის გამო აი ამ მოგრძალებულ ადამიანს, რომელიც თავის თავს კომპოზიტორს არ უწოდებს, მხოლოდ სიმღერის ავტორს უწოდებს, ჩვენს გვიგრძალავს ხოლმე ამ სიტყვის წყალს ალბათ დამეწახები დათო. აი ამ ადამიანს შეუძლია ძალიან მოგრძალებული ლექსიდან შექმნას ძალიან ლამაზი სიმღერა, ძალიან ლამაზი მელოდიიდან შექმნას ისეთი მუსიკა, რომელიც ყოველთვის დაგამახსოვრდება, მართლაც გაგყვება და იღიღინება. ანუ მე მინდა ვთქვა, რომ მას აქვს საკუთარი ხელწერა, აქვს საკუთარი მუსიკალური ენა, აქვს თავისი ჰარმონია, აქვს თავისი ტემპო რიტმიც კი სიმღერების, რომელიც გამოარჩევს აბსოლუტურად ყველა ასეთი სტილისა და ჟანრის მუსიკოსისგან. არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს, ძალიან ადრე ამომიყვანა დათომ სცენაზე, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს ყველამ ერთად უნდა მივუძღვნათ ნანას ჩვენი დღესასწაული. და ერთ სიტყვი კიდევ არსებობს ორი ესეთი სიტყვა ხომ, თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი. თაყვანისმცემელს ჩვენ ვიყენებთ ხოლმე მაშინ, როდესაც ხელოვნების, ასე ვთქვათ, კორიფეებთან გვაქვს საქმე. გულშემატკივარი უფრო სპორტში გამოიყენება, ხომ ასეა. ხო და დღეს მოდით ჩვენ ვიყოთ ყველანი ქალბატონ ნანა იამანიძის დიდი გულშემატკივრები და მე მგონი ეს ყველას გამოგვივა. ძალიან დიდი მადლობა. ალბათ. დიდი მადლობა მაიკო, გთხოვ ერთი წუთით არ დატო ეს ულამაზესი სცენა. შემოკარგებო დღევანდელი საღამო დაგეგმილია, ეს ნონ-სტოპით უნდა ყოფილიყო, მხოლოდ და მხოლოდ მუსიკალური ნაწილი წარმოდგენილი, ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან ჭრელი და თქვენთვის სასიამოვნო. მაგრამ ქალბატონ მაიას ასეთი წამყვანი ყავდეს აქ და რო არ ვთხოვოთ სცენაზე დარჩენა, მე მგონი ეს ექსპრომტი იდეაა ჩემ ბოდიში მაია, მაგრამ ამშვენებს სცენას და შენ სხვა ლაზად შევადებ და თუ მე მგონი კარგი იქნება რომ გაუძღვეთ დღევანდელ საღამოს. ყველა თანახმა. თათო მოგამოვალ მე მათ.
ის მაინც მითხარი შემდეგი გამომსვლელი ვინ არის? მარტო? გასაგებ, მოგესალმებით მაშინ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა დათოს და რა ვიცი, ვეცდები, ძალიან ვეცდები, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ყველანი მიყოთ ძალიან ბედნიერები დღეს საღამოს.